გამარჯობა. ეს მარტოობის ბევრი წუთია და დღეს ჩემი სტუმარი არის სანდრო მიკუჩაძე. ხაღანიც. მე დავასრულებ. მე ძალიან მინდა და სანდროს სტუმრობა. თამუნა რო იყო ჩემთან, მაგის მერე მით უმეტეს მინდა და იმიტომ რომ რაღაცა ბევრი პარალელი გავავლე და იმდენი რომ რაღაც მომენტში მგონია რომ გიცნობ. ეს ბარიერი მართლა გვაქვს, ხა არ გვაქვს ეს ბარიერი, იცით რაღაცა გაცნობის. ხო, რაღაცა უცნაური ენერგეტიკული ის არის. დააღვედე. ხო. იბად. მე არ მინდოდა მეთქი არ მივაყოლოთ თქო. რა თამუნა და მე სანდრო თქო, უფრო გავიდა და. კარგი. პირველი კითხვა იცი? არა. კაია. ვინ ხარ მაშინ? როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები. ეს პირველი და მე მგონი უკანასკნელი კითხვა. რაღაც. პირველ რიგში მოგესალმები. ძალიან მიხარია რომ მართლა ვარ თქვენთან, შენთან, სტუმრად და შენს მაყურებელთან. დიდად არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ რაღაცა იმ გადაცემის შემდეგ და თამუნაც ისე მოვიდა რომ რაღაცა დაგიპოვე მე მგონი და რაღაც რომ სანამ უყურე, ხა რა თქმა უნდა მანამდე წარმოადგენას გქონდა, ვიცი ვინც ხარ, ვიცი რომ ნიჭიერი ადამიანი ხარ, მრავალმხრივიდან და მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა შენ. ვინ ვარ, როცა მარტო. ალბათ ბავშვი, ძალიან პატარა ბავშვი, რომელიც სადღაც ხდება რომ მას უწევს რაღაცა გარკვეული სცენარის თამაში ცხოვრებაში, რომელიც სცენარის მოითხოვს მისგან ეხლა უკვე ამ ეტაპზე ძალიან ბევრ ყურადღებას, დაკვირვებას. არა მარტო მხოლოდ საკუთარ თავზე და ის ფიქრები, რომელიც დაუშვათ რაღაც გარკვეულ წლები მოდიოდა რომ მარტო ფაქტიურად ყველაფერი რაც არ უნდა მეფიქრა, მაინც საკუთარ თავთან და საკუთარი თავის ირგვლივ ხდებოდა ეს ფიქრები და დღეს უკვე ასე ვეღარ არის. მიუხედავად იმისა, რომ ისევ ის ბავშვი რჩება საკუთარ თავთან და ისევ ის პატარა სანდრო, თუმცა გარშემო უკვე არიან ადამიანები მის გვერდში, რომლებზეც უკვე იმ პატარა სანდროსაც კი აღებული აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც უნდა რომ თავი გაართოს ყოველ შემთხვევაში. კარგად. ანუ შენ ამბობ, რომ იმ შენ პატარა მეს, რომელიც ყავს, მაგასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობები და არ არის უდარდელი და არ არის ვითარ შემთხვევაში. სწორედ ის არის, ვისგანაც მოვდივარ მე და ზუსტად ის არის ის ადამიანი, რომელმაც შემქმნა მე. ის ბავშვია, იმ ბავშვმა გააკეთა ყველაფერი, რამაც მომიყვანა აქამდე და ვარ დღეს დავუშვათ სანდრო ის ვინც ვარ. რომელიც სანდროში? არა, რომელიც ყოველ დღე ალბათ მაინც რაღაცას თამაშობს, იმიტომ რომ უწევს. მე ხა ამ შემთხვევაში პროფესიას არ გულისხმობ და ჯერ არ ვეხებით იმ თემას, მაგრამ ცხოვრებაში როგორც ყველა სადღაც რაღაცა ნიღბის გაკეთება უწევს. შესაძლებელია შეგნებულად, მაგრამ შესაძლებელია საერთოდ უბრალოდ გარემოება გვექმნის ისეთ ხანდახან რაღაც გჭირდება სხვა გზა არ არის ხდები, ამიტომ მაგას ვერ გაორბივართ და მაგიტომ მე ვცდილობ ხოლმე რომ ხშირად სხვათა შორის ხშირად მინდა ხოლმე რომ დავრჩე საკუთარ თავთან, თუმცა მაგასაც დრო უნდა და ვერ ვახერხებ. ანუ გიყვარს, ეგ ძალიან მაგარია. შეყოლა იცი? შეყოლა არა, მე ძალიან ბევრი წლები ვიცხოვრე მაგ სიღრმეში და უფრო სიღრმეში და იმის იქით სიღრმეში და რაღაცა მოხდა ისეთი, რამაც იქიდან ამომიყვანა უბრალოდ იმიტომ რომ just არ უნდათ რომ კიდე უფრო 40 წელს ვლეყავი ალბათ, მაგრამ მე ძალიან კარგად და კომფორტულად ვგრძნობდი იმ პერიოდში თავს. თუმცა ეხლა აქედან ამ გადმოსახედიდან აი სწორედ იმ პერიოდის მერე ამოსვლის შემდეგ იმ სამყაროდან და იქიდან გამოსვლის შემდეგ ძალიან ბევრი რამე შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. ამოსვლა ახსენე და ფსკერში რა ხარ იყავი შენი თავის ჩაძიების მაგიტო? არა, ნახე მაგას აი ზუსტად თამუნასთან მოგხომ, მე ცოტა კონფლიქტი გვაქვს მაგაზე რომ ის ეძახის მაგას ფსკერს. მე როცა ვამბობ ქვევით, ეს არ ნიშნავს რომ ფსკერია. ნახე, ვიღაცისთვის ის ქვევი შეიძლება ნიშნავს ზანზევით, იმიტომ რომ რატომღაც ადამიანებს გონია რომ ვარსკვლავი არის მარტო ცაში.
და ზევით. არა, ხო, მე სკერზე შენი არსის ამოსვლა რო თქვი, აი ჩახვედი რა. იმიტომ რომ კი, არსებობს რაღაცეები, არსებობს საშუალებები, არსებობს ბევრი რამ ამისთვის და ადამიანი ზოგადად ყოველთვის მაგისკენ იხწოდა, რომ ჩასულიყო თავის ქვეცნობიერში ის, რაც ზედაპირულად ვართ. და იქ დიდი არაფერი საინტერესო აღარ არის იმ პერიოდის მერე, როცა უკვე გაიცნობ შენ თავს. ნამდვილად. всё, მანდ უკვე იწყება მობეზრება, მანდ უკვე იწყება ვიღაცა არქმევს ამას დეპრესიას, ვიღაცა არქმევს რაღაცას, მაგრამ იწყება ის საკუთარი თვითგვემა, რომელიც всё აღარ მოგწონს, აღარ შენი თავი, აღარაფერი აღარ მოგწონს შენი ირგვლივ, იმიტომ რატო ირგვლივ? ამდენი რაღაცა მოსაწონი, ესე იგი რაღაცა შენში ხდება, ხო? შენ არ მოგწონს, ჯერ პირველ რიგში საკუთარი თავი და მაქედან გიჩდება ის პროტესტი, მე რომ აღარაფერი აღარ მოგწონს. სხვათა შორის ახლა შენ სოძახნის წინ ჩვენ აივანზე რო ვიჯექით, ახსენა ეგეთი რაღაცა, აი ეხლა უცებ პარალელი გავავლე რა, რომ თითქოს იგივე რაღაცას გულისხმობ, მაგრამ სხვა თვალსაჩინოდან დავანახე. შენ ახსენებ ხატვარი და ნახატი, ეხლა წარმოვიდგინე, რომ აი ნახატი რომ დახატოს ხატვარმა და უყუროს დიდი ხანი. აუცილებლად ხომ მობეზრდება. რა თქმა უნდა და მაგიტომაც არის რომ ძალიან დიდი შემოქმედება განადგურებულა ეგრე. და შეიძლება მალევიჩისავით ერთად შავად გადავიდოს. რამდენი ლექსი გაფუჭებულა და დამწვარა იქვე როცა დაწერილა. ხო, ანუ სწორად. რამდენი ლექსია დახეული და ნაპოვნი და აწყობილი ეგრე შედევრები. რამდენი ანუ რატო? იმიტომ რომ იქვე სადაც ადამიანი აღწევს რაღაცას რომ აი და შექმნა მანდ ეჯახება ის საკუთარი თავი რომ ბოლო-ბოლო რა განდიდდი ამისთან და ვინ ხარ. ხო. რომელიც სულ გეჯახება და უნდა დაგეჯახოს. ეგ თუ აღარ გეჯახება და ეგ თუ აღარ ყავს, მაშინ დაკარგული ყავს ყველაფერი და დაკარგული გაქვს ანუ მოწყვეტილი მიფრინა უკვე ხდები აღარაფერი აღარ გაქვს მოსადები და მოსაჭიდებელი რომ რაღაცა სადმე გაგაჩეროს. სადმე ისევ იმისთვის რომ ისევ შენ გჭირდება ან შენ ვიღაცა გვერდში მყოფს სჭირდება ხვალ და შენ რო აწყვეტილი ხარ ეგრე და მიდიხარ ანუ შენ მუდმივად უნდა ვითარდებოდა ეგრეთ ვთვლი. ნუ ის ეგრეა ხო აუცილებლად თუმცა განვითარება კიდე აი განვითარება აი რა განვითარება რა თქმა უნდა დაცვენებაში კი არა რა არის ზოგადად და აი ბუდიზმი ეს რასაკეთებენ ის ბერები თუნდაც მედიტაციი და იმით ეხლა რამხელა იქ რამხელა სულიერ განდიდებაზეა ხო საუბარი და ვიღა მაგიტოს ამკითხოს რომ რა არის ვისთვის რა არის განვითარება და განდიდება ეხლა ვიღაცისთვის განვითარება შეიძლება იყოს რომ 16 წლის ასაკში ყავდა ნოლსემი რაღაცა და დღეს ყავს უკვე ფერარი და განვითარდა ცხოვრებაში მაგრამ მე ჩემს განვითარება არის თუ სულიერად და რა ვითარო საერთოდ არა ვითარი პირველ რიგში არის მოსაკლავი მატერიალიზმი აი როცა ადამიანი მატერიალიზმს მოკლავს აი მე შესაძლებელია იმასთან უკვე ოდნავ მაინც სულიერებაზე საუბარი რომელიც ნუ რაღაც მხრივ ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე ზედაპირული მატერიალური რაღაცები. მქონია რაღაცა ეტაპები, ანუ ეხა მესმის რა, მამა ხარ, თან მრავალშვილიანი მამა ხარ და მატერიალური ხარე შენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მათ გინდა მისცე ყველაფერი, მაგრამ აი ესე ცალკე როგორც ინდივიდს გეკითხები რა. მქონია ისეთი მომენტი, რატო გამიჩნდა ეკითხვა, არც მე რა ეტყობა უნდა გამჩენად. როდესაც აი მატერიალურად დაგვერხა მაგრამ მე ამას რაღაცა დადებითები უპოვე. კი. და აქაც შეიძლება. მგონია რომ საერთოდ აი დამკვირვებლის პოზიციაში შეგიძლია იყო და ძალიან დამაინტერესა მაგ შემახარა. იცი რა, პერიოდულად სამწუხაროდ აი ჩემი ასაკიდან გამომდინარეც ხო 37 წლის ვარ რაღაც მოვესარი დაუშვათ 98-იანი ვარ მოვესარი აქ ტელევიზიასთან სროლებს ამბებს მოვესარი ნუ აფხაზეთსაც რაღაცებს მოვესარი შევესარი და ეს რაღაცა გაჭირვების ეს ეტაპები რა აი მარტო ჩემ დაუშვათ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის კი არა ეს ზოგადი დიდი გაჭირვებიდან მოვდივარ მეც რა ანუ მინახავს ეს რაღაცეები და ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ აი მაგალითად oversize რო დღეს დაუშვა და ის რაც ჩვენმა ხო სამაყო ბიჭმა გააკეთა და არის აი ეს
რაღაც ბუმი, რა თქვა, ის სიმართლე რომ ვიღაცის რაღაცეები გოწო. მეც რეალურად ეგრევე ხა ბაბუა ჩემის რაღაც სავაჭკამეცა 2 მეტრიანი კაცი იყო, იმით მივდიოდი ხანდახან სკოლაში, ანუ სპეციალურად არ ვიკრავდი გახსნილი მხედრობით რომ ისე იყო, ანუ და ანუ ყოფილა ისეთ შემთხვევა რომ რაღაცა მინდოდა და არ ყოფილა საშუალება ამის და მე ხა არ ვამბობ რომ დაუშვათ რაღაც შიმშილი გამივლია და რაღაცეები, ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცას ახერხებდა ოჯახი, რომ იქამდე არ მიცოლება საქმე, მაგრამ მე უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებაშიც და უკვე ჩემი ოჯახი რომ შევქმნი, რა თქმა უნდა, იყო ძალიან დიდი ჩვენი 10 წლის განმავლობაში დიდი ისეთი ძიმე პერიოდები, მატერიალურიც მიუხედავად იმისა, რომ იყო პერიოდები და უშოთ ხა მეც მუშაობ, დამონაც მუშაობს, ან ხო ხდები, მაგრამ იყო პერიოდი, აი კორონა იყო, რაღაცეები იყო და უშოთ ისეთი, რომელმაც შექმნა ისეთი კრიზისი, რომ და ამან რაღაცა მაგრამ არ დავივენით რა, ანუ ხო, ანუ ისიც ხო არის, რომ რაღაცა ეხა მაგ მხრივ თამუნა არის, ანუ ჩემპიონ ფინანსა მინისტრი, ეხა ჩემ ოჯახში ფინანსა მინისტრი. არა, ხო, ეხა ჩემ ოჯახში ვაშე ეგრე იყო რა, ანუ სულ ყოველთვის ოდიდგანვე რომ აი ბებია ჩემი იყო ეგეთები სულ რომ ფინანსებს ხო, ნუ იმიტომ რომ ქალზე არის რა. ხო, და იდეაში ეგრე არის, ნუ რაღაც მხრივ აი რაღაც ხო, კაცმა თქვა მოიტანა იმა გადაანაწილა თუ რაღაცა და ეხა ის რომ მე ამას ახმამაღლა ვამბობ, რომ ქალი რომ მართავს და ზოგადად ეგეთ რაღაც მართლობაში, აი ეგეთ რაღაცების მართლობაში ქალი რომ ბევრად იდეალურია და დაალაგებული ვიდრე კაცი, ეხა მაგას ყოველ შემთხვევაში ხა მე ვაღიარებ, ჩემთან ეგრეა და ვისთანაც არა, ხო, ყველა ძლიერი და გიჟი კაცის უკან დგას ძლიერი ქალი, მაგაში მეც დაწინაურებული, იმიტომ რომ ხო. ეხა მე მაინტერესებს შენი პროფესიის გარდა. არის რაღაცა ინტერესები, რაც გაგაჩნია? ძალიან ბევრი. მომიყავი რა, მითხარი. შენ ძმავალ მხრივ ინტერესია. პირველ რიგში, ან მთელი ჩემი რაღაც ბავშვობა ვიყავი ძალიან მრავალფეროვანი ტიპი, რა მხრივ, ნუ მქონდა შესაძლებლობა იმის, რომ აი გამომდიოდა რა ყველაფერი რა, აი მაგალითად მინდოდა როლიკებზე დავდგებოდი, მინდოდა ხირაზე დავდგებოდი, მინდოდა ფეხბურთზე შევიდოდი და იქაც კარგად თამაშობდი, გამომდიოდა, კალათბურთზე შევიდოდი, იქაც კარგად თამაშობდი. ანუ ხო ხდება ყველაფერი რაღაც დონეზე კარგად გამომდიოდა, ეხა არ ვამბობ რა, ძალიან ხმამაღლა, უბრალოდ აი ისტორიის გასაგრძელებლად ყვები ეხა ამ ამბავს და შესაბამისად მოხდა ისეთი რაღაც, რომ ძალიან ბევრ რაღაცას მოვედა. და სამწუხაროდ იყო რაღაცა ნუ არჩევანის პერიოდები დამიდგა, რომ უნდა ამერჩია ანის და ბოლოს მოხდა, რომ ვარჩიე ყველაფერს ცეკვა და მივყევი ცეკვას. და ნუ 13 წელი ვიცეკვე და მე უკვე ჩავობარე თეატრალურში და მე ნუ ქართულ ცეკვაზეა საუბარი. ქართული კი, ნუ სოფიშულებში ვიყავი ბოლო 2 წელი, იქ ვიცეკვე და ნუ მე უკვე ჩავობარე და დამისვეს საკითხი, რომ აი დაუშვა ჩავაბარე, ხო უნდა იყო მთელი დღე აქო რა თეატრალურშია და ვიციო რომ ცეკვაო კარგად ბატონმა ნუკრე მითხრა კანთარიან და ვიცი რომ კარგად ცეკვაო, თან ანსამბლში ხარო სოფიშულებში და რასაპირებო რა, ეხა აქ რომ მოგიწევსო ლექციები დილიდან ღამემდე ყოფნა რაღაც. მე ხელი რომ ეხა ბატონ ნუკრე 13 წელი ვიცეკვე, ცეკვა ვიცი, აღარ დამოვიწყდება, ან მთელი ჩემი ცხოვრება ცეკვა ვიცი. ხა მინდა რაღაცა ახალი მეთქი პროფესია მინდა ცხოვრებაში და ეს მჭირდება. ნუ გასაგებიაო და ნუ მაშინ მომიწია ცეკვის დატოვება, მაგრამ იმის მერე დამჩას ამას ბევრ რაღაცაზე. ანუ რაც მინდოდა, აი მაგალითად პინგ-პონგს თამაშობდი ძალიან, მაგრამ ჩემპიონიც ვარ. პინგ-პონგს, ანუ ხო, ასე ვთქვათ, მაგიდის ჩოგბურთს, ხო, ჩემპიონი ვარ საქართველოს თეატრებს შორის, ანუ არის ეგეც იქ პლუს რაღაცები, ანუ არის ბევრი რაღაც, მაგრამ ამ ყველაფრის გარდა ეხლა რო შევეშვა სპორტს და სერიოზულად რო გადავიდე, არის მუსიკა, რომელიც იყო ჩემ ცხოვრებაში სრულ და იყო ძალიან ჭარბად. ჭარბად რას გულისხმობ? დედა ჩემი პროფესიით პიანისტია და ეხლაც მოქმედი, ანუ ედირნეში, თურქეთში არის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მუსიკალური სკოლის, ნუ დეკანი არის
ბებია ჩემიც მუსიკოსი ასევე და ეს კლასიკური მუსიკა ჩემ ოჯახში იყო სულ პლუს ამას ეხა ბაბუა ჩემი მსახიობი იქ თეატრში და გია ყანჩელს უსმენდი და ანუ ხო ხდები ну ესეთ გარემოში რომ მიწია არ გამოვიდოდა მოკლედ ხო ნუ ესე გავიზარდე ხა ნუ რა ვქნა 24 საათი ჩემ ოჯახში დირიჟორები და ორკესტრი ჩვენი და ნუ მოკლედ სულ ნუ სიმფონიური და ასე შემდეგ რა და სულ კონსერვატორიაში ან თეატრში ვიყავი ან კონსერვატორიაში მაგრამ ისე მოხდა რომ ჩემი არჩეული გზებით ხო იქამდე ვერ მივედი რა იყო მცდელობა ბავშვობაში რომ შვიცლეთში ჩემიყვანეს ნუ რაღაცეები ვქენი მაგრამ ნუ ვერ მაგრამ ყოველთვის მუსიკასთან ვიყავი აი ძალიან მელომანი ვარ ძალიან მიყვარს ბიჭდები მრავალფეროვანი რაღაცა განსხვავებული მუსიკალურად ეხა ანუ სულ მე აი სულ მუსიკა არ ვიცი მუსიკაში ვარ ეხა ამ ბოლო დროს ცოტა შევეში მაგრამ ვაპირებ უფრო სიმართლე რო გითხრა არ ვიცი ეხა რაღაცა შეიძლება ხმამაღალი გაჟღერებაც გამომივიდეს ეხა დამავიწყდა რომ ვავრი ამას ვიღებ სიმართლე რო გითხრა აი მართლა დამავიწყდა რომ რაღაც ესე ვთქვა და ძალიან ვფიქრობ მინდა სერიოზულად რაღაცნაირად ვცადო ამ განხრითაც რაღაცეები შენ ამბობ დაკვრა DJ არა მარტო ამბავში ვოკალურადაც არ მიცდია სიმართლე გითხრა თუმცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მიწევს თეატრშიც ყოფილა ბევრი სპექტაკლი სადაც მიმღერია მომიწია სიმღერა ნუ შეიძლება დაუშვათ არ ვარ ლასკალაში წარსადგენად დაბადებული მაგრამ მინდა რა ანუ ხო ხტები აი მინდა რა ეხლა ვიცი აი შენც რაღაცა სულ ჟილგიანი ტიპი ხარ და რა მახსოვს შენი წეგანაც ვიხსენებდით რომ მახსოვს აი ხო და აი ეგ მაქვს მეც რაღაც და ძალიან ვნანობ რომ წლები მაქვს დაკარგული რომ ვერ შევეხეთქო და ეხლა ნერვები მეშლება იმაზე რომ აი ვიცი რომ აქვე მაქვს ყველაფერი მაქვს აი ყველაფერი მაგრამ ერთიანად არ გამომისაც და ანუ ხო რა და აი ვერ აი არ ვიცი დრო ვერ თუ აი ვერ შევარჩიე და არ ვიცი რატომ მაგრამ ნუ მაინც ეხლა ცოტა ვშორდები და არ მომწონს მაგრამ და ისე აი ოდესმე ხა აი ძალიან როგორც კოლეგას გეკითხები ყოფილა მომენტი როდესაც ეხა მე ბოლომდე არასოდეს მინანია რომ ეს პროფესია ავირჩიე მაგრამ მქონია რა განცდა რომ აი კაროჩი ყოფილიყავი ეს ბუღალტერი რა აი ხანდე მქონია რა გავაკეთო ადრე ეხა აი მაგალითად უფრო მეც გეტყვი იმას რომ ეხა არ ვიცი რატომ მაგრამ ამ ბოლო წლებში ბევრად უფრო დამევასა ხო დაბრუნდა აი დაბრუნდა აი არ ვიცი ალბათ 10 მაგად 20 მაგად ამ ბოლო დროს გამიჩნდა აი მიუხედავად იმისა რომ ისეთი რეჟისორი მყავდა ეხა ვახსენე ნუკლი კანთარია ხო ვინც მთელი 4 წელია ეს ჩაკეტილ სივრცეში გავგზავნა გამოგჭედა და ნუ მართლა ძალიან კაი ჯგუფი დააყენა ჩემებს მოკითხვა ყოველას ხო და ანუ ძალიან ისეთ მუშაობას მე იქიდან მოვხდი ბატონ რობერტის ხელში და ანუ ეს რაღაცა მაგრამ აი ცოტა არ ვიცი აქედან გადმოსახედიდან იმ საქციელებს ცოტა ცანცარა საქციელებს დავარქვენ რა და ეხლა იმდენად ზაფრად დამიბრუნდა რაღაცები რომ ანუ პასუხისმგებლობები აი ძალიან გამეზარდა მიხდი აი უფრო სხვანაირად შევხედე რა რაღაცებს უფრო სხვანაირად ვეკიდები რა და უშოთ მასალას ვიდრე აი ადრე მოვკიდებდი ხელს აი შემეცვალა დამოკიდებულებები რა და ბევრად უფრო გამიმძაფრდა პასუხისმგებლობები რა და აი როცა გქონია და ხო გქონია შენც რა აი აღარ მინდა კი მაგრამ ქონია დარჩენილ ხარ იმიტომ რომ ბარემაქვა თუ არა გიყვარს არა ძალიან მიყვარს აი ნუ ძალიან მიყვარს ერთია და მე მეორე ვერ წარმომიდგენია ვერსად აი მიუხედავად იმისა რომ ამდენი რაღაც ჩამოგითვალე წეგარო ყველაფერს და მართლა გამომდის ხა არ არის ტიპი რა თუ არ გამოგდის არ გამოგდის მორჩი არ არის შენი რა მაგრამ ნუ ეხლა რაღაცა რო ავირჩიო ისეთი და მივყვე გამოვიყვან მაგრამ არ მინდა ვერ არ მიმიძებს გული
და მე მით უმეტეს კორონა ვახსენეთ რა იმ პერიოდმა ხო ვაფშე გამაგიჟა იმ ხრივ რომ მაგან გადაგახარისხები და მივხვდი რომ გიждები ხო ისე გენატრებას მივხვდი რომ ვაფშე არაფერი არ ვარ მაგის ალბათ გარეშე ხდები და აი მზადე ყველაფერი წინააღმდეგობები რა გეფეთება როდესაც საქართველოში ხარ თეატრის მსახიობი ცხოვრებაში რა ანუ აი ზოგადად უკვე ეგ არის წინააღმდეგობა მოჟე ესეთ ხო წამომცდა აი უკვე ეგ წინააღმდეგობა ზოგადად მაგრამ ნუ აუქნათ მაგრამ მე მჯერა რომ მალე უნდა მოტრიალდეს რა და აი ხა ძალიან დიდი იმედი მაქვს აი ამ რაღაც ჩვენი თაობის ცოტა პატარების კიდე რომ აი ძალიან მოტივირებულები არიან და ცდილობენ რომ რაღაც თავის შექმნან გააკეთონ და მე საშუალებებიც უკვე რაღაც დონეზე არის ხა ადრე ვერც გაამტყუნებ ეხლა ტიპს არის აი რამდენი ძალიან მაგარი სცენარი ვიცი ფილმის რომლებიც შემოდებულია ისეთ აროზე დაწყებულია და გადაღებები და აი ну გადაგდებული იმიტომ რომ ვერ გააგზელეს ფირი არისო ფირის ფული არქო ანუ ეხლა ხო იგივეა ფინანსური ну ეხლა პრინციპში ის მაინც არის რომ აგერ ფესტივალებია უკვე მობილურით გადაღებული ფილმების და ბოლო-ბოლო უკვე რაღაცა შეგილია რომ შენი შექმნა რა ანუ აი შენ მაგალითი ხარ ამ ყველაფრის აი ჩვენი გიო ვარდასანი ну ეხლა რატო ვამბობ ამას რომ ჩვენ კოლეგები თან და პლუს კიდე ამის გარდა რაღაცას იდეა დაუშვათ აკეთებ რა რომ მარტო იქ ხო მარტო იქ იმიტომ რომ რატო ხვდები რომ მარტო იქ ხო ვერ არის რა ისე საქმე როგორც უნდა იყოს არ გაკმაყოფილებს იცი რა არის ძალიან უცნაური როდესაც ამ პროფესიაში შედიხარ შეიძლება ვწდები და ეგრევე გადამჩეხე ამ პროფესიაში როცა შედიხარ გგონია რომ პირიქით რა აი რაღაცა თითქოს ქვეყნის თვალწინ უნდა გაიზარდო, დაიბადო, განვითარდე და ეს ყველაფერი გააკეთო. მე დროთა განმავლობაში თეატრში როდესაც მიდიხარ, იმის განცდაც გეუფლება, რომ გალიაში ხარ ცოტა გამოუწყდაული და რატო? იმიტომ რომ იქ გაკავებენ, იქ ხარ. მაგრამ თუ აი სხვა მხრიდანაც სულ შემოთავაზებები არ არის და არის, ახლა ხან არის, ხან არ არის რა. კი. მე თვლე რომ ვერ ხედავენ. ეგეც არის. და მე გინდა რომ რეალიზდე სადმე სხვაგან. და კიდე ერთი პრობლემაა. ძალიან ბევრი ვართ მსახიობები და აი მართლა ძალიან ბევრი ვარ. და ზოგადად მე ამ პრობლემაზე ხო ვფიქრობ რომ სერიოზულად ვიღაცა მართლა უკვე ვისაც რაღაცა ძალობს ამ საკითხში რა უნდა აუცილებლად ხმა მოიღოს რატომ? ეხლა აი ელემენტარულად მათემატიკა და ვიანგარიშოთ წელიწადში რო გამოდის დაუშვათ აი ჯგუფში ჩემ წელს ამ დავამთავრეთ ჩვენი და ბატონი მომუშა გაწერელიას ჯგუფმა დავამთავრეთ ერთად ჩვენ ვიყავით 16 იქით იყვნენ აღარ მახსოვს ზუსტად 18 ნუ შეიძლება 15 ნუ ვცდები კაი 30 მსახიობი გამოვედით იმ წელს თეატრებში ხო უნდა გადანაწილდეს აი ეგრევე აუცილებლად წავიდეთ ეხლა მე ვიცნობ თან ძალიან ჩემები არიან ეხლა ქეთი სვანიძე რომელიც ბატონ მომუშასთან იყო დღეს ერთად ვართ თეატრში და ჩემი კეთოშა სვანიძე რომელიც გავიგე ეხლა ჩემი დევიკოც რომლებიც არიან რამოდენიმე მაგრამ დანარჩენები ქუჩაში რჩებიან რა ტიპები ვერაფერს ვერ აკეთებენ ელოდებიან მაქსიმუმ რას რომ სადმე რაღაცა ან სერიალმა ან რაღაცამ დაუძახოს, იმიტომ რომ შტატები არ არის თეატრში. მესმის. ნუ მესმის ხო ეხლა. ფულია და ეხლა კიდე შეიძლება ამთავრებს, სწავლობ, ამთავრებ, იღებ ამაში დიპლომს და ქუჩაში რჩები რა. არის შანსი. ხო. რომ დარჩე ქუჩაში და 70% ნიჭიერი მსახიობი ვერ რეალიზდა და არიან ქუჩაში და სამწუხაროდ საქმის გარეშე და ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია. და ნუ სამწუხაროდ არ მარტო ეს პროფესია და წავიდნენ საერთოდ და უკან აბა რა ფიქრობ აი რა გააკეთე ტიპები არა მე ჩალიჩობენ აკეთებენ ყველაფერს იმის გარდა რაც უყვართ ძალიან მაგ მხრივ არის ძალიან ტრაგიკული პროფესია მინდა რომ შენ პატარა ვერსიას ან შენში არსებულ პატარა სანდროს დაუბრუნდეთ რაღაცა კითხვები დამრჩა ძალიან დამაინტერესა და ეხა სანამ შენ წყლის დოზა ივსებდი ეგეთი რაღაც თქვი რომ ფოტოს წააწყდი და
ხო. გემოები და სუნები გაგახსენდა ამ ბავშვობაში. ხო. იცი რა არის? ძალიან წყინს ერთი რაღაც დამემართა, არ ვიცი, შეიძლება თუ ვინმეს გჭირთ მითხარით გამიხარდება. მოკლედ აღარ მახსოვს, აი მინდა ხოლმე რაღაც ბავშვობის, აი რაღაც პერიოდების გახსენება, აი დაუშვათ აი თქვით არიღი რა, რო ვარ 17 წლის, აი მინდა, ნუ 17 ხა ცოტა მახსოვს ჩვენ, მაგრამ ცოტა იქით, აი 14, 13, ნუ აი 10 წლის რას ვაკეთებდი, აი ესეთი რაღაცები, რომ მინდა ხოლმე გავიხსენო, ვერ ვიხსენე, აი საერთოდ თითქოს აი სიბინდია თუ რაღაც მეჩდება რა. მე მაპატირო გაწყვეტინებ, მეც რა მემართება რაღაცები, მოგონებები რაც მაქვს, არ ვიცი რა ასაკში მოხდა და ვერაფრით ვერ ვეხსენებ. ხო, და მე ვეღარ აბავ, ვერ აკავშირებ, ხო. გაგზელებას ვეღარ ყოველობდა რაღაც. რაღაც 10 წლის ასაკში მაგალითად რეებით სინამდვილეში ვაკეთე, შეიძლება მეგონოს რომ ვაკეთე 12 წლის ასაკში ან 13. ძალიან უცნაური ბმები მაქვს, მეც აჯაფსანდალი მაქვს. თუ მაგას გულისხმობ. აბსოლუტურად, ეგ არის და აი კაკტუსი ხა დამემართა ის რომ აი ზუსტად მივაგენი რა, ანუ დამაბრუნა და იმდენად აი მკაფიო იყო ეს ყველაფერი რა, არ იყო დავუშვათ რაღაც ტრიპი არ იყო. კი, ნუ ტრიპი იყო, იმიტომ რომ აი იმდენად ის მოგზაურობა იყო, რომელიც ალბათ აი ყველას უნატრია რა, ერთხელ რომ აი ერთხელ ისე გადამაგდო ბავშვობაში, იმიტომ რომ საკმაოდ აი მაგრამ ახსოვს ვიმოგზაურო ხდები აი რაღაც პერიოდი გავატარე რა იმ რაღაცას სურათში თუ რაღაც აი იმ მომენტში როცა ის წამი იყო აღბეჭდელი და ამან მოიტანა პლუს ძალიან ბევრი ჯაჭვი რა რიგები აი რასაც შენ ამბობ რა და რიგები იმ შემდეგი რაღაცეების რასაც აი აბსოლუტურად ეხლა რომ დავждდე და даже ჩემი გარნელი ცხოვრების ფირი რომ მანახო ხო შეიძლება დამტკიცება დავიწყო რომ ეს მე არ ვარ და ეს ჩემ თავს არ ყოფილი არ მახსოვს მაგრამ აი ეს იმდენად რაღაც კარგი იყო და ამან აი რა გზნობა გამიჩინა იცი ძალიან გამზარდა რა რაღაც პუნჩი კიდე და მივხვდი რომ აი ამ პატარა ტიპისგან თურმე ეხლა შე რაღაცა აი ჩვარო რა ამხელა ხარ უკვე და აი თურმე აი ამ პატარა რაღაცა ტიპს რა რომელიც დაუშვათ აი ბებიის და ბაბუის ლოგინში გაიზარდა თუ აი რაღაცა ხო ხდები აი დედის და მამის რომელიც არაფერი არ აკდა ყველაფერი დაუშვათ ქონდა ოღონდ ეს ყველაფერი ქონდა უბრალოდ just გაიფიქრებდა და ქონდა და მე აი ამ ყველაფერს მე ამ ქონდას მე რომ აი დაუშვათ ისეთი ოჯახი ისეთ გარემო ისეთ რაღაცაში გავიზარდე რომ იყო ეს ამის საშუალება დაუშვათ მაგრამ რეალურად მე რაღაცეები ხო თურმე ჩემი გაკეთებულიც ყოფილა რა და რომ გადავხედე ამ ყველაფერს რომ აი ნუ ეს შვილები დაუშვათ ცოლი ნუ თეატრში რაც უნდათ ჩემს და რაც ბაბუა ჩემს უნდათ და რა ოცნებაც ქონდა ანუ შემისრულებია ის ოცნება რეალურად და ეხა ის კაცი აღარ არის მაგრამ მე ვარ იმ თეატრში და მე ვაგრძელებ ანუ ეს ხო იმის სურვილი იყო რეალურად და ნუ ჩემიც მათ შორის და გამიჩინა ამ ყველაფერმა ხო რაღაცა რომ აქამდე მოსულიყავი და მოვედი და თურმე რაღაცები გამიკეთებია რა ცხოვრებაში და რეალურად ამას უკვე ისე კი არ შევხედე რომ დღეს არკეში ვიყურები საკუთარ თავს ხედა უკვე ჭაღარას სადღაც და ამ სანდრომ შექმნა ეს ყველაფერი არა რეალურად იმ პატარა ტიპმა გააკეთა რა ეს ყველაფერი რეალურად ეს ხო ამის გაკეთებულია დარწმუნებული რომ ამაყი ხარ იმიტომ რომ მაგრავია მაყე აი რაღაცა და ანუ ცხოვრებაში ეს რაღაცაზე არც მილაპარაკე აი ხო მართლა პირველად ლაპარაკობ ესე რა რომ აი რაღაც საკუთარ თავს თუ რაღაცა მაგრამ არა პირიქით მინდა რომ გავაგებინო ხალხს რომ ეს რაღაცა არსებობს და ბევრი სამწუხაროდ ამ ჩვენი აი ამდენი ჭოჭყიანი რაღაც ინფორმაციების აი ამ გარემოებებიდან შექმნილი ჩვენი რაღაცა ეს მეობა რომელიც დაბინძურებული გვაქვს იმ დონემდე რომ საკუთარსაც ვერ განვლილ ცხოვრებასაც ვერ ვიხსენებთ ნორმალურ კადრებს ვერ ვიხსენებთ ჩვენი ცხოვრების რაღაც ნაწილები გვავიწყდება ისეთი მნიშვნელოვანი რომელიც შესაძლებელია სადღაც რაღაც გარდამტეხიც ყოფილიყო მე ხარ ვლაპარაკობ ისეთზე ნუ ღმერთმა ეგრე ხო დაუშვა და ხო არ დაგვერხეს რომ ეგეთი რაღაცები დორი არ ვარ ხო ნუ ხო და მაგრამ ნუ ყოფილა თურმე იმდენად ბევრი რაღაც დეტალი რა, ბევრი ფაზლი, რომელიც
თორმე ვაწებე და ეკამდე მომიყვანა რა. და კაი ტიპი ყოფილა ის პატარა მე ხვდები ანუ ბოროტი ის არ არის ან ცუდი არ უკეთებია თუ რაღაც აი ესე შევხედე რა და თქვენ შორის სხვაობა ახლა უცებ კითხვა გამიჩნდა. აიცი რა აბსოლუტურად იგივე ტიპი ვარ. აბსოლუტურად იგივე როჟა ვარ უბრალოდ ცოტა მკაცრი გავხდი რაღაც საკითხებთან. საკუთარ თავთან მიმართებაში? ხო, იმიტომ რომ სადღაც ის ბავშვობის სილაღე ხო იკარგება ყოველს. ყველაზე მეტად რასაც მივტირი. აი ხო. მივტირი. ხო, მაგრად ეხოს. რო აი სად არის და სულ ხო ეგ არის რომ მარტო შენ კი და როგორი ანუ შენი აზრით შეიძლება დაიგო. ხო, მივტირით. აი ეგ აი ზუსტად ეგ დეჟავიუები, ეგ ფლეშბექებია რაც გაბრუნებს და აი ხვდები რა აი და უცბად იქ რო იჩდები და ისე ვის ტიპი რო ხარ და აი შეგძნებაც რო გაქვს რომ აი რაღაც თითქოს ტყავის აი რაღაც გადაიცვი და უცბად აი იმ პატარა იმაში ხარ ისევ რა რაღაც ისევ ის პატარა ნაკ ხო მაგრამ ეგ ხომ ერთი დღე გამიერია მაგრამ მე მგონია ეხლა მან ცოტა სხვა ფილოსოფიისკენ წავალთ ეხლა მაგრამ აი მე მგონია გარდასვლა ეგ პონტი აი სიკვდილი მგონია ეგ რაღაც სიკვდილი ხო როდესაც იკბრუნდები? ხო, რა ეს ხვდება ეს არის კადრი, აი როგორი პონტია, იცი რომ არის კადრი, სადღაც გრჩება კადრი და აგზელებ იმ კადრიდან რა და მიდიხარ მე უკვე იმ ცხოვრებაში ვიდები რა იმ კადრიდან ცხოვრებაში. აი და მგონია როგორ რაღაცე რომ არსებობს რამოდენიმე პარალელური სამყარო, აი როგორც მაგალითად ეხლა ესეც გიღებს და ესეც მიიღებს, ეს ხო ერთდროულად ხდება ეს ყველაფერი. ანუ შენ ეს კადრია და ეს სამყაროა ეხლა ამან რო ჩართოს და შენ რო გიყუროს ხო მარტო ამისთვის არის მაგრამ ის რომ მე მიყურებს მე ხო პარალელურად ვარ ხო ანუ და კითხვა მაქვს მე ზოგადად ერთი ესეთი როცა გავუცემ ამ კითხვის პასუხს იმდენ მაშინ დავისვენებ და მაშინ მოხდება ის შემი გარდასვლა ზუსტად აი მაშინ გამეცემა პასუხი მაგაზე ვიცი აი ზუსტად რა აი სარკეში რო იყურები ხო შენ ხარ აი ჩვენ ვართ ვიყურებით ხო მოქმედებთ მოქმედებს აი გავედით გავიდა გამოვედით გავიდა აი მე რო გავედი და კარსო ვაღებ და გავდივარ ისიც მიდის იქ მე სადაც მივდივარ ой ცაგაც კი ხო იმიტომ რომ შემოვიდნენ ეგ სარკე რო გრძელდებოდა ხო აი ხა რო შემოვბრუნდე და შემოვიდე ხო შემოვა ის აი შენ რამდენად აი ფილმებში რო რამდენადაც მიდიხარ ეს სარკე ეს რომ მოყვებოდეს ხო ყველანი წამოვიდა და უბრალოდ კადრი არ იყო არის ესეთი თეორია სარკესთან დაკავშირებით რომ ანუ სარკე არის პარალელური სამყარო საქმის ერთ-ერთი საშუალება და ამის გამოკვლევა აი არსებობს ანარეკლით ხდება რა ანთე ასანთი და უშოთ აი ძველი სარკე თუ გაქან სახში ან რაღაცა საერთოდ სარკის ხარისხიც მაგით მოწმდება რა ზოგადად და რამდენად ძველია და რამდენად ინფორმაციას თუ არა ახე რომ ანთე იქ უნდა ჩანდეს რა რამოდენიმე ეს უნდა გაგიკეთოს ანუ ცეცხლი რა და რამდენ ცეცხლს გააკეთებს აი რამდენს დათვლი დაუშვათ რამდენს რაც უფრო ძველია და ბევრი ინფორმაცია აქვს უფრო გრძელად მიდის ხო და ანუ აი ეს პონტი ეს გაგრძელება რატო ხდება ეს ხო რაღაცა ბუნებრივი ისეთი მოვლენაა ხო რომ რაღაცა პერიოდის მერე ანუ ესეც ემატება რომ რაღაცა ხდება ხო ინფორმაციას ინახოს რაღაცა ხდება აი ესე მგონია რა ძიმე დატვირთვა აქვს ჩემთვის რა მე კალი სარკე ეგ პონტი არ მიყვარს ძველი სარკეები ძალიან ჩახედვა არ მიყვარს ძველ სარკეებში იმიტომ რომ ენერგეტიკებს ვგრძნობ მე ძალიან ძაფრად მგონია რომ შენც გრძნობს ხო კი ხო და არ არის მთლად იონის საქმე მან გაბედული ჩემზე გადმოდის შენზე ისე ენერგეტიკები მარტივად გადმოდის აი მაგალითად შეხვედი სახში სადაც მძიმე აურა გადმოდის მე ცოტა ვისწავლე მაგ ყველაფრის აასხლეტები რაღაცნაირად და ვცდილობ რომ გავერიდო ხოლმე აღარ შევდივარ კონტაქტში აი დაუშვათ ისეთ პიროვნებებთან ვცდილობ რომ საერთოდ ძალიან კონტაქტური ვარ აი ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია დავამყარო თუმცა ეს მარტოობის პრინციპი მაინც ყველაზე მაგრამ ხიბლავს რა უკრა მე ვასწავლე მე მგონია რომ ყველაზე კომუნიკაბელური ხალხი ვართ ყოველთვის ყველაზე ხო ალბათ რაღაცა სიმარტოვის მოყვარული ადამიანი ხო ალბათ იმიტომ რომ ნუ როცა ვჭირდებით მე ვინმეს და რაღაცა
იცი რომ საჭირო ხარ, მე ამოიღებ ხმას, თან ყურო, სადღაც სიბნელეში გამოდი გაიქეს გამომიგეთ. ფიქრი. რომ ამდენადაც გიყვარს ვიცი. მაგრამ ყოფილა შენთვის დამღუპველი აი იმდანაც წავყვანი ხარ რომ გღუპავდა? კი, იმიტომ რომ მე განაჩენებიც საკუთარ თავზე გამომიტანია. ან რაღაცა აი დაუშვა შეიძლება კითხვა დაუსვა და საერთოდ ვინმე სხვას ეხებოდეს და მე არ მეხებოდეს თემა, მაგრამ ბოლოს იქამდე მივდივარ და ისევ წურავინ თემას, რომ მაინც საკუთარ თავზე ვირტყო მე ამას. სცენარების გათამაშებაც გიყვარს. რა თქმა უნდა. სადაც ყველაფერი გადაწყვეტილება თან ვიღაცების ადგილას, მე რაღაცა ეს როგორ მოხდება იმ შემთხვევაში ეს როგორ მოხდება. ზუსტად ეგრევე. ხო, ნუ იცი რა არის, ან მე მგონია რომ რაღაცა ეხა ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს, ანუ ჯას დროის კარგი, მაგრამ ეხა ვიღაცისთვის ანალიზის უნარი არა. და აკეთებ ანალიზს და ანუ ხო, მე მგონია რომ ეს ჯერ პროცესია საინტერესო რა, ანუ ყველაფერს თავი დაანებო რა. ძალიან მაგარი. აი მე მინდა აი ის პერიოდი რო ახსენა, რომ იმდენად ჩაეძინა საკუთარ თავს, რომ წლები გაგრძელდა. წლები კი, წლები. ვიღაცები დეპრესიას ეძახდნენ ამას? დეპრესიას ეძახდნენ ამას, თუმცა ხა არ ვიცი რა, ალბათ სადღაც მეც ეხა რო შევხედო ეგეთ მდგომარეობას ვიღაცას, ალბათ მეც მაგ სახელს დავარქმევ, თუმცა მე ალბათ უფრო მეტი მეცოდინება რა პროცესს გადის, იმიტომ რომ მე ძალიან შევყევი იმ პროცესს, იმიტომ რომ სიმართლე გითხრა ჯერ ესეთი ძალიან დამაინტერესა რა ხდებოდა და ვაფშე. მაგრამ მე იცი რა არის, აი რაღაც მხრივ გადიხარ უკვე ამ სამყაროსთვის ციგიჟის ვარზე თუ რაღაცაზე და მე უკვე რაღაცები აისახება ძალიან ცუდად, ანუ ურთიერთობებზე. ურთიერთო რა თქმა უნდა, პირველ რიგში ურთიერთობებს ანგრევ და იკეტები და კეტავ ყველას და რა საქმეში დაგემართა ეგ ხო გახსოვს? მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რომ საკეთებია ეს რაღაცაში, აი ძალიან მოყარს სიმართლე რა. ანუ აი არ შემიძლია, სადაც სიმართლე ტრიალებს, იქ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს მაგვარება შეიძლება. ანუ სადაც არის სიმართლე, იქ ნაკლებად ვარ დაძაბული, იმიტომ რომ ვიცი რომ თუ არსებობს სიმართლე და რაღაცა არ არის ტყუილზე აწყობილი, იმას ეშველება რა, მაგრამ თუ ტყუილზე გრძელდება, აი ტყუილზე აწყობილი ჯერ უკვე დაწყებული რაღაცა, ისედაც დანგრევისთვის არის განწირული და პლუს კიდე რაღაცეების შალეთში, ანუ პირდაპირ. ამიტომ და დამეწყო აი როგორ ასაკში, იცი რომ მივხვდი რა, რომ ადამიანები ანუ არიან აწყობილი და ამყარებენ ყველანაირ ურთიერთობას ტყუილზე. ყველანაირ ურთიერთობას. ეს არის მეგობრული ურთიერთობა. ხო, ისეთი კაც-ქალურ ურთიერთობა, კაც-კაცური თუ ქალ-ქალ არ აქვს მნიშვნელობა, ვისაც როგორ უნდა რა, მაგრამ ბიჭო ტყუილზე ხდება ბევრი რაღაც და დავიწყე ანუ შესწავლა დაუშვათ ადამიანის აზროვნების და ამან გამაჩვმა და დაკვირვება დავიწყე. ეგ აი მაინც რომ მივხვდა რა, ბოდიში რო გაწყვეტინებ, სტუდენტობის პერიოდია თუ მერე პერიოდია თუ? უფრო ხო, სტუდენტობის პერიოდი და აი რო დავამთავრე, სადღაც უკვე აი თეატრში რო შევდგე ფეხი და მან დამეწმე, იმიტომ რომ მაშინ თან ძალიან ბევრი რაღაცაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში რა. ისე მნიშვნელოვანი რაღაცები. ხო, ნუ იქ მოხდა რაღაცეების დანგრევა, რაღაცეების აწყობა, რაღაცეების დაშლა, რაღაცეების გაფუჭება, იქ ურთიერთობების არევა, იქ ხო, ძველი მეგობრები, ახალი მეგობრები ვიღაცები და ანუ ბევრი რაღაც ერთად მოხდა, რომელიც ანუ ეხლა რაღაცა დაუშვათ ჩემ გარემოს ვაკონტროლებ. მაგრამ მაშინ ის კონტროლი საერთოდ გამორთული იყო, იმიტომ რომ გართული ვიყავი ჩემ თავთან. და ანუ გარშემო რაც ხდებოდა, ის უკვე მივატოვე, აღარ მაინტერესებდა და შესაბამისად დამენგრა რა, ანუ იმიტომ რომ აღარ ვაქცევდე ყურადღებას. ამას არ ვაბრალებ მე არავის, ნუ უფრო ჩემი გადაწყვეტილება იყო. ეს იმიტომ რომ მინდოდა რომ ჩავსულიყავი და სადღაც მეყოლა საკუთარი თავი და ანუ საკუთარ თავს და უთმე
ის რაღაც გარკვეული პერიოდი საკუთარ თავის გაცნობას, ამოცნობას, ჩაჭერას საკუთარ თავზე ძალიან ბევრ რაღაცაში. და განვითარებას შეუწყო ამ ხელი იმ პერიოდში გულისხმობ. შედეგად უეჭვი განვითარება. არა, პერიოდში ბევრი რაღაც დამიგრა, თუმცა ისეთი რაღაცები დამიგრა, რაც დასანგრევი იყო ალბათ. ნუ ჩამოგაშორა, გაიფილტრა. მაშინ მაგრამ გაფილტრა, იმიტომ რომ მე უკვე მივხვდი, რომ ის პერიოდი დავთმე რეალურ გაანალიზებაში და ფიქრში და ის შედეგები, რაზეც ფიქრობ, რომ რამოდენიმე ვერსია შეიძლება დამედო რა რაღაც ერთ გარკვეულ რაღაცაზე, ხო? ეს მქონდა უკვე, ანუ გამოსავალი უკვე ბევრი მქონდა. ხდები? და უკვე მე იქიდან გამოსვლა გამიმარტივდა, იმიტომ რომ უკვე ვიცოდი პასუხები მქონდა რაღაცა. ბევრგან ბევრნაირად დამთავრე უკვე წარმოსახვეში რაღაცა. რა თქმა უნდა, ანუ აღარ ვიღებდი უკვე იმას, რის გამოც მანამდე ვიტანჯებოდი და ვიცოდი, რომ მაინც ვერ შევცვლიდი და პროსტა ვიჭერდი საკუთარ თავზე და ვერ ცვლი რა. ძალიან ხა პრიმიტიული მაგალითი მოგიყვანე, მაგრამ ერთ-ერთი რომ საკუთარ თავზე აჭერი იმის გამო, რომ ვიცი, რომ ვერ ცვლი და გამორიცხულია იმის შესვლა და რაღაცე ჩალიჩები. მორჩა რა. და მიუშვი. და მიუშვი და ამით მეც დავისვენე იმანას და ყველაფერი მწყობში ჩადგა ხდები და თურმე მარტივია რა. ნუ მარა ჩვენმე ჩალეჭებით ხომ საკუთარ თავს ვიწამთ ხო ყველას. ხო, ეს მე ამას ცოტა რომანტიზირებას უკეთებთ. ანუ ეგ უნდა დააფიქსირო რა. კი, ეს თემა კაკრას ჰქონდათ თქვენ თამუნასთან რა. ზუსტად მაგამბაოზე, მაგრამ იცი რა არის თან რომანტიზირება ამ ამბის ცოტა თუ ამასაც რაღაც მხატვრული პონტი ჭირდება, იმიტომ რომ ყველაფერს ესე ვერ იზავ და ყველა თემას ესე შენთვის ვერ მოირგებ რა და უბრალოდ შენთვის კი შეიძლება მოირგო, მაგრამ რო გინდა რომ გარემოსაც მოარგო, იმას ყველას ვერ მოარგებ. ამიტომ უკვე იმაზე აღარ ფიქრობ, რომ დაუშვათ იმას რაზომა ფეხი აქვს, ამას რაზომა ფეხი აქვს, მოდი რა მე თუ კარგად მაქვს ჩემთან იყოს და ანუ მე და იმაზე აღარ ვიფიქრებ რა მე. და რომ ვაფუჭებ მე რაღაც. და ყველაზე ცუდი ფიქრები რა იყო თუ შეგიძლია რომ გამანდო იმ პერიოდში? შენ თავთან რა. და როცა უკვე ღრმად ჩახვედი. ნუ ძალიან ბანალური, ყველაზე ბანალური რაც იყო, ეს იყო ალბათ სადღაც რაღაცა დონეზე დაშვება სუიციდისაც, თუმცა ეხლა გადმოსახედიდან, ანუ აბსოლუტურად ისეთი ნაბიჯი იქნებოდა ეგ ჩემი მხრიდან, რომ კი, მაშინ ყველაზე არაგაცოლა, ყველაზე არასწორი, თუმცა ამით ნუ რაღაცა იმ პერიოდში რაღაცას ალბათ გავაჩერებდი, დავაპაუზებდი ის რაც მღრნდა, თუმცა მეც მქონია და მაგიტო ზუსტად მესმის შენი, მაგრამ როდესაც ეხა ეს ახსენე, იმ განცდებში ჩაგაგდო, მე რაც ვახსენებ, ეგრევე ის განცდა მიჩნდება. ანუ ვამართლებ იმ ნანგს. მაქვს, კი ბატონო, მაქვს, თუმცა ვცდილობ რომ რაღაც წეღან რაღაც კითხარი გამოცდილებიდან შევიძნე როგორი რაღაც ისე დაკვირვება დავიწყეთ რომ გითხარი ადამიანებზე პირველ რიგში შევისწავლე როგორ შეუძლიათ რაღაცეების დაუშვათ ბრჭყალებში ფეხებზე დაგიდება რა იმას თუ შეუძლია და მე მიკიდებს დაუშვათ ფეხზე ფიჭო კარგი რა შენ ხა სუდრად არ ვამბობ ხტები ანუ სუდამის არ ვამბობ არც ვინმე კონკრეტულზე თუმცა თუნდაც თემის რაღაცა რომ თუ იმას შეუძლია რომ ეს დაიკიდოს მე შენ რატო ნერვიულობ რა ანუ შესაძლებელია და გაუშვი მიუშვი მაგრამ ვერ იმიტომ რომ ნუ სადღაც ის ვერ არის კაკრას ის მიჭერდა მე და მანდარი ცოტა თანხვედრაში ვერ მოდის კარგად ბუნებრივად რა სულ რაღაც ეჭიდება მაგრამ ეგეც ტანდემია ინიანი არის ეგეც რომ რამდენადაც გაძლევს ის საშუალებას, რომ შენ რაღაცა შედეგამდე მიგიყვანოს, აზრობრივ შედეგამდე ვამბობ, გამოსავალი კარგი, შენთვის კარგი გამოსავალი განახოს და ამით დაგაჯილდოვოს, რომ შენ მიგიყვანა იქამდე და მიხვედი შენი აზროვნებით და პლუს ამას მოგცა ბონუსად, რომ რამოდენიმე ვერსიაც გაქვს ამის გამოსავალი რა. უცბად იქვე გიკეთებს ისეთ რაღაცას, რომ თლად იმის არჩევანი რა, რაღაცა ვერსიის არჩევანს მარტო ეგრე არ არის რა, რაღაცა შედეგი უნდა დათმო რა, რაღაცა იმისთვის რა.
რაღაცა კარგი რო გააკეთო, რაღაცა უნდა დათვა, ამისთვის რაღაცა უნდა გაუშვა, გაწირო რაღაც. და ბარემის გაწირე, რაც უკვე დიდი ხნის წინ არის გაწირული და შენ ტყუილა კიდე ეხლა აკვდები ამას და გაუშვი და რაღაც ტოიდან და რაღაცა ახალს. ეს მართლა ადამიანებიც იყვნენ, ვიზეც იყო საუბარი, შენ თვითონ. ტოქსიკური გარემო ვთქვათ, ურთიერთობები. იმის მერე ძალიან გაიცრა ჩემი გარემო. და აი როდის მიხვდი რომ უნდა ადგე? ოღონდ ადგე ხო ხვდები რასაც გულისხმობ? არა, ზუსტად ეგ არის. შენ უნდა ადგე და შენ უნდა გააკარი და გახვიდე და გახვიდე, თორე შენ ანუ შენ მაგივრად ამას არ უნდა. ხო, აი როდის მიხვდი რომ აი ეს შო მე აი ამ მდგომარეობაში ხარ რაშიც ვარ არ მომწონს, ეს ხალხიც არ მომწონს, ეს მდგომარეობაც არ მომწონს, დეპრესიაც, რასაც ხალხი ეძახის, ეგეც არ მომწონს. ჩემ თავში მე უკვე საკმარისად თუ ეძიე და მე მგონი მზად ვარ რომ აი მაკედან ზუსტად გამოყვანა მაშინ აი ისე რომ დავარქვა სახელად ამ პერიოდს რა სწორედ იყო თამუნასთან შეხვედრა ეგ პერიოდი და აი ზუსტად უკვე მაგ ურთიერთობამ გამომიყვანა მე აი კაკრას იქ მომაკითხავ დღემდე მაგ ხოლმე ეკითხო მაგას რომ აი ვაფშე რა გინდოდა სად გაიჩითე ანუ იქ იმ დროს აი რატო დაგინახა? ასე იყო ალბათ. სულ-მასული და მე ვიცი რომ აი დაახლოებით 1-4-5 ცხოვრება მანამდე წერდა. მე ვიცი, ნუ იმას ჯერ ვერ ვახსენე, მაგრამ გავახსენე. მოიჭირა. აი. დაგინახა ხო შენი აზრით? ანუ როგორი შეგრძნება იცი? ვიცი რა საქმე იმაშია რომ დამინახა ერთია, შესაძლებელია თან თამუნა არის ვაფშე განსხვავებული ტიპის. რამხრივ განსხვავებული. არის ძალიან აი ნათელი სინათლე რაღაცა ცეცხლი ხო ხდები აი რაღაც ნუ მე ცოტა და შენი სიღრმეებით სიბნელეებით ნუ ხო და აი ცოტა ალბათ და მე მივხვდი ამას რომ ალბათ ზუსტად ეგ არა რაღაც მომენტში იმიტომ რომ ყოველთვის მეც მქონდა ეს რომ ვეძებთ ჩვენნაირებს და თურმე ვაფშე არ უნდა ეძებო რა სადღაც შენნაირი აი ცოტა სხვა გაგებაა შენნაირი იპოვე ჯერესებიც ვერ იპოვე შენნაირს იმიტომ რომ შენ ხარ და მორჩა ინდივიდუალი მორჩა შენ ხარ შენნაირს ვერ იპოვე ვიპოვო მამისნაირი დედისნაირს ვერ ვიპოვე იმიტომ რომ მამაა და დედა ბებიისნაირი ბაბუისნაირი ვიპოვე ვერ ვიპოვე ვინმე ჩემი აი ესეთ ვერ ვიპოვე ასე რომ აი მანდაც უნდა რაღაც პუნქტში მიენდო და როცა მithumedes გახვედრებს იმას რომელიც შენაირი კი არ არის პირიქით შენი საწინააღმდეგოა რაღაც პუნქტში და mithumedes შენი იქ აი ამდენი ნაფიქრი და ამდენი ის და ეს აი ამ დროს იჩნდება ესეთი ტიპში ანუ ხო ხტები რა სამისოთაც არის იქ ნაფიქრი ვარიანტები ანუ ეგ გამოსავლები რაღაცები და რეალურად მივენდე ამ პროცესს და ამ პროცესმა უკვე მე მოგვიყვანა აქამდე და ნუ მე ამას ვარქმევ აი ზუსტად იმ დროს იმ წამს მოსულ ადამიანს აი ანგელოზივითო გამოგეცხადება სადღაც ჯოჯუხი ჩასულ ნატრულობდი ისე მაგ პერიოდში არა არ ეძახდი მაგ გზნობას რომ იქ მე მგონია რომ არა ეგრე რომ ეძახდი არა მაგრამ მე მგონია რომ მაგ გზნობას ადამიანი სულ ეძახის ყველა სულ ეძახს რა თქმა უნდა სულ და mithumedes სიყვარულზე ხო საუბარი არ არის იმიტომ რომ არც მჯერა რომ ხა ადამიანები ისე მიდიან და ისე ყდებიან რომ დაუშვათ რაღაც დონეზე მაინც რაღაც დონეზე მაინც მაგას პროცესს ვერ გადიან აი არ მინდა რომ დავიჯერო რომ ეგრე ყდებიან რა ადამიანები რა ხო ანუ აი თავის იმ ტანჯვები, წამებებით, აი როგორ შეიძლება ეხა ეგ არ გაიაროს ადამიანმა, ხო? ანუ ანუ რა უცხოვრია მაშინ. ანუ აი რა უგზნია მაშინ. ხო ხელი დაეწვას ამ გაზზე, აი რაღაცა. ხო, მაგრამ აი ხო მართლა საჩუქარებით არის რა. ვიღაცებთან მართლა. გამართლება სხვა პონდე. გამართლება ეგ უკვე სხვა ბაზარი. აი მან პლუს რო გაგიმართლებს ხო გჯერა თამუნას მე ეს ვკითხე და ეხა შენ რა თქმა უნდა ანუ გჯერა რა ერთხელ მოდი ეს ერთი მე მაგას საერთოდ ძალიან ბევრი წლებია ვამტკიცებ და თუმცა იმის მერე შეცვლილა ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც ძალიან ბევრი რაღაც ახალი ურთიერთობაც ყოფილა რაღაცები მაგრამ იცი რა არის
ძალიან რთულია რა. აი ერთ მაგალითს მოვიყვანე, ხა არ ვიცი რამდენად გაცემს შენ კითხვას პასუხს, მაგრამ ვეცდები რომ რაღაცნაირად დავაკავშირო. ძალიან კარგად ამიხსნა ერთხელ ერთმა ადამიანმა, როცა ჯერ მარტო პირველი შვილი მყავდა რა, ელენე, უფროსი. და ნუ მეკითხებოდნენ რომ აი ესეთი კაი გოგო ყავს ესე ჯული, ყავს ბიჭო ესეთი გოგო, რაღაცა ესე შეგძლებია, რატო მეორე არა, რატო არა. ანუ რაღაც პონჩ თავის გამომარცხებელის მქონდა რომ არ მინდა მეთქი რომ აი ეს სიყვარული, აი რასაც ამ განვიცდი, მეთქი აი რაღაცნაირად გამეყოს და სხვაზე გადამივიდეს თუ აი ამას მოვაკლდეს და გადანაწილდეს თუ აი რაღაცა მეთქი არ მინდა რა. და ნუ მოკლედ ამიხსნეს ეს რომ აი სულელე არის აი ეს აზროვნებო და რატომ აი რამ თითები ხო გაქვს რა სამოდენიმე აი ეხა რომელს მოგაჭრიო რა მნიშვნელობა აქვს აი ტკივილი ხო ფაქტიურად ერთია რა აი ზუსტად ესე არის იმათი სიყვარულიო რა 10 რო ყავდესო ვინმეს სიყვარულს კი ანაწილებო პირიქით უფრო და უფრო გიყვარს და უფრო გტკივა ანუ ხდები ის კი არ ნაწილდება და კი არ აკლდება ვინმეს პირიქით უფრო გემატება ანუ ჩვენ ზოგადად აზროვნება ვიცით არასწორად აზროვნებით ვაზროვნებთ არასწორად ხდები მაგრამ როგორც კი ერთმანეთს მივაწვით პატარა გასაღებს აი როგორც დაუშვათ მე ამ კაცმა მომაწოდა და იმის მერე დღეს უკვე ვფიქრობ რომ მაშინ ეს შვილი მყავდა ვფიქრობდი რომ ვაიმე რა ბედნიერო მაგრამ დღეს უკვე ანუ თურმე ვაფშე რას ვფიქრობდი ანუ სხვა რამეში ვყოფილ ვარ მაშინ რა და ნუ ეგრეა და როგორ უპასუხებს ახლა ეს ერთხელ შეყვარებას ქალის ერთხელ შეყვარებას ვერ ალბათ ეგეც ინდივიდუალურად გიყვარს თუ არსებობს ვიღაცის მიმართ რაღაც პერიოდი მაინც ტოლვა რაღაცა ხო რაღაცა გააქვს იმ ადამიანთან გარკვეული თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ იცი რა არის ყვარებია აი გიყვარ და აღარ გიყვარს აი ეკონტი ქონია მე მგონია ანუ წარსულში მაშინ ცოტათი სულ გიყვარს ხო იმიტომ რომ მაშინ წარსულში ვერ ილაპარაკებ ხო მაგაზე შენ თუ ის ტიპი ხარ და იმის მომხრე ხარ რომელიც ეს თუ არსებობს სულ არსებობს მჯერა მაგას მეც მჯერა ანუ არ არსებობს მაგის გადაწყვეტას არ ხდება იმიტომ რომ აი როგორც ბავშვობა გიყვარს შენი ხო აი ეს არ არის ეკვივალენტი არა აქ ამას ხდები ანუ ესე ვერ დაყოფ არ მაქვს რა ამაზე ესე ერთიანი პასუხი თუმცა მე მჯერა იმის რომ ეს იმდენად ყველაზე ძლიერი გზნობაა რაც არსებობს იმდენად ყველაფერი ამაზეა დამყარებული და იმდენად ვერ ხვდებით ამ ყველაფერს სამწუხაროდ ბოლომდე და იმდენად აზე არ ვართ ამ ყველაფრის რომ რეალურად უბრალოდ აი საოცრად რატო უცენ ძალიან დიდ პატევს თუნდაც აი არ დავანებოთ რელიგიურად მოშევხედავთ და სულ ვამბობ ამას აი ყველგან თუ ვინმე არსებობს თუ სადმე შემიძლია თქვა და ვისაუბრო რომ აი ქრისტე ბიჭი 39 წლის რომელიც მარტო სიყვარულზე აი 10 წნება და რაღაცას თავი დავანებოთ გეუბნებოდა მარტო გიყვარდეს ერთმანეთი მორჩა მოიცავს ყველაფერს ანუ თუ გიყვარს ხო იქ აშენებ რა ვერ ანგრევ თუ გიყვარს იმის გამო აკეთებ არ აკეთებ არ არის სიყვარული ხო მეც ეგრე მიმაჩნია რომ სადაც სიყვარულია იქ მგონია რომ თან წასვლაც არ შეგიძლია რა მგონია რომ მაინც უკან გზას იპოვი რა აი სულ მცდელობები ნუ ყველაზე მუქტალია და საერთოდ ყველაზე ძნელი სიტუაცია მგონია გაურკვევლობა არის აი მე მგონია რომ ყურვები ვერ ვიტან ხო იმიტომ რომ აი გაურკვევლობა არის ჩემთვის გამე არ დამაძინებს ხო აი ეგარაზეც ვლაპარაკობდით რაზეც ვფიქრობდით რომ აი მე ეს მაგაზია რა აი მაგაზე მემართება ეგ არ შემედი და ტყუი მეც თუ მომატყუე აი მინდა მე რა გულით რომ ისე აბსოლუტურად მაგრამ აი შეიძლება მტერი ხდები ნუ აი ცუდად ვამბობ აი ძალიან აი როგორც ცაში ვარსკვლავი ხდება აი მტერი ხდება ნუ აი ვეღარ ვენდობი რა ვერ უბრუნდები ხო ვერ იბრუნებ გულს ეგრე ვარ მე საშინელი თვისებაა თან
რომ დაფიქრე. არა და ვარ როგორი მიმტევებელი აი როგორი მიმტევებელი ვარ ის ყველაფერზე. აი დღეს აი თავზე რომ დამადო მესროლ და გადავშე პროს გამოვა გაგოცებ გავხილე აი ზე. მაგრამ ახლოსაც აღარ მომეკარებ უბრალოდ მაპატია. გადავ მაგრამ ხო. მე ძალიან მომეწონა სანდროს ერთი თვისება. რაც უბრალოდ აი სიტყვას მოყვა და მომიყვა რომ რაღაც პერიოდი ნადირობდა ადრე და მე აღარ უარი თქვა ამაზე. ეს დარწმუნებული ვარ რომ ისევ ფიქრიდან გამომდინარე. აი ზუსტად ის პერიოდებიანი ამ ყოველფერს მომტანი და ის პერიოდები აი მაგიტომ ვამბობ რა იმიტომ რომ ამბობენ ადამიანები რომ აი არ ქმევს დეპრესიას. ჩვენ ყოველფერს სახელებს ვარქმევთ და სახელები მოიცავს მე რაღაცა ვითომ ჩვენ შეგნებას და არა და ჩვენი შეგნება სხვა რაღაცაა. ჩვენ სხვა რაღაცეები ვართ უბრალოდ გვიწევს რომ უეჭველი სახელი უნდა დაარქვა. რომ ამაზე ისაუბროთ, თორე სხვანაირად ვერ გადმომცემ, ხო? უნდა დაარქვა რაღაცა სახელი, მაგრამ ხო არსებობს ისეთი გრძნობები, ისეთი რაღაცეები, რომლებზეც ვერც საუბრობ, ვერც სახელს ვერ არქმევ, არ არსებობს რა, რომ ვერ მოუძებნი. აი, დაახლოებით ეგეთი რაღაც მგონია ეს პროცესი. აი შე რომ კი ძალიან გატაცებულის ვიყავი და ძალიან მაგრამ მიყვარდა და დღემდე მეძახის თამონა რომ იქ უნდა ყოფილიყავ შენ რაღაცა ნუ ხო არის რომ გევასება ის მდგომარეობა და ბიჭო მევასება კი იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე მართალი პერიოდი ეგ არის ძალიან ბევრი სიმართლე ვნახე იმ პროცესში როგორც მომიტანა რაღაცეებზე პასუხი ძალიან აბსოლუტურად ყველაფერი ჩანსაღი და ძალიან ზუსტი პასუხები მომიტანა და სწორად გამოყენებული პროცესი ხდები. არა, აი თუნდაც ფიქრი იმ პერიოდის, აი თუნდაც ეგ რომ მიმიყვანა იქამდე რომ ბიჭო შენთვის გადაწყვიტე სადღაც აბრდ დოლიძეზე რომ მოდი ხვალ წავალ და იქ დათვის ბელი თუ შველი მთელი ცხოვრება თავის შვილს აჭმევს დაძდევს და შენ პროსტა გადაწყვიტე რომ წავიდე და ხვალ თავში ვესროლო და მიდიხარ და ამით кайფობ და ეხა ვიცი აქ ბევრი ჩამქოლავს მაგაზეც მაგრამ ნუ აი არ გით რა მე ვიცი მონადირებს რომლებიც შველზე და ეგეთ ცხოველებზე უარსამე და გამოხშირვას და რაღაცებს არის ნუ მანდაც რაღაც დახარისხებულად აქვს თუ აი დაუშვათ მგელს მოკლავს მაგრამ კურდღელს არის რის თუ შველს არის რის მაგრამ ბიჭო მგელმა რაღა დაგიშავა ანუ ცოტა ხო რადგან ისეთ თვალები არა აქვს როგორც შველს სიტყვაზე ზატო მეცმანდა ხო აი აზროვნება აქვს სხვა და საოცარი ცხოველი ანუ შენ ყველა სულიერს პატივს. რა მაგარია, ეგ სულიერი ხელს იმშვიდეს გაძლევს. ის ვერ ხვდება ბევრი რა, მართლა. და ჩვენი სიცოცხლე ეგ არ არის, ჩვენ მაგიდან შევდგებით და შენც უბრალოდ ისეთივე ნაწილი ხარ, თორე ვაფშე არავინ გამორჩეული არ ხარ. ჩვენ სტუმრები ვართ. უბრალოდ ნაწილი ხარ რაღაცა პერიოდის რა, რაღაცა ამბის უცბად ნაწილი ხარ, რომელიც ან შემოდგოს ფოთოლები მოწყდები და მე ამოვა ვიღაცა ახალი და ეგ ხო და ნუ აი ამ ამოსვლა ჩასვლაში ხა რატო ვიყო მაინც და მაინც შხამიანი ხილი ხო და რატო წამოდა მოკლა ხალხი როცა შემიძლია რომ ჩამპიბიჩოს ვიღაცამ და სიამოვნება მიიღოს და არ მოკლა და არ დავახჭო ხალხის სიცოცხლე გინდა და უკეთესობისკენ ძალიან მაგან დამღუპა აუ მაგან დამღუპა ნუ დამღუპა ახლა ხო ძალიან ალბათ ხმამაღალი ნათქვამია რომ მაგან დამღუპა დაუშვათ მაგრამ ნუ მინდოდა იმიტომ რომ მინდოდა ძალიან ბევრი რაღაც გაზიარება მინდოდა რომ რაღაცები გაეკოთ ისე როგორც არის მინდოდა რომ გაეკოთ ისე როგორც არის და არა ისე როგორც მე მესმის და რა თქმა უნდა მინდოდა რომ რაღაცა ჩემის გამეზიარებინა თუმცა მივხვდი რომ შეუძლებელი ანუ აი აბსოლუტურად ყოველად სტროის კარგვა მაგას ისე ვჯობია რომ წავიდე და რაღაც ჩემთვის ცუდი მუსიკა გავაკეთო ან ცუდად დავხატო ან ცუდი ლექსი დავაწერო ან ცუდი წიგნი წავიკითხო ან რაღაც ანუ აი საერთოდ ხო რა ისე გამზიარებელი რო არ ყავდა ამ ემოციები თქვა და აი რთული შემოწყობის პერიოდის მაგან დაბლი და იმიტომ რომ გაუსკნა რომ ვერ გამოუშვეს ხესა და გარდა იმისა რომ ფიქრობდი
რითი ატანინებდი? რა გადაკეტილი ვიყო, ვაფშე ოთახში სახლიდანაც. სახლზე არ არის ოთახზე არის ლაბარაკი. სახლის სხვა რაღაც სახში ცხოვრება მიდიოდა, მაგრამ მე ოთახში ვიყო. ან ძალიან დიდი ხანი რა, წლები. ხო, ჩემს თუმცა რაღაცა პარალელურად როგორ იყო, იცი რომ იმდენი მაშინ იმედენი საქმე მქონდა რეალურად ოღონდ ჩემ პროფესიის ვენჩი ვარ. მაშინ არ მყავდა ოჯახი, პირველ ოჯახს გაშორებული ვიყო. რაღაცა, აი ბევრი რაღაც ამერია იქ მაგას თეატრშიც დაუშვათ უკვე პრობლემები წამოვიდა და ხო. რა იყო, იცი პროტესტი გამიჩნდა ძალიან ბევრთან, იმიტომ რომ გადავახარისხე რაღაცეები და იმაზე რაზეც გუშინ თავს უქნებდი ყველასე ხო და აი მე უკვე მივხვდი რომ რატო ბიჭო რა არ არის რა რეალურად ეგრე და სხვა აზრი გაქვს რა შეჩემან ხო რა გავლენის ქვეშ და როცა ვთქვი და ეს ისე მოხვდათ ვიღაცებს და აი მან რო ცოტა ესეთი სახეების ჭერა დაიწყეს და რაღაც მან მივხვდი რომ ცოტა აი და მანდ მომიწია უკვე მე საკუთარ თავთან იმ პონჩი გადაკეტვა რომ იქნე მეუცდები და იქნე მართალია რა და მოდი გავერკვევი რა მაშინ საკუთარ თავში და უკვე იქ იყო რაღაც ის წინაპირობა რამაც მოახდინა რომ ის რომ მე რაღაცას გადავცემდია აზრს რაც მე უეჭველი მართალი მეგონა და ის ამ დროს ვერ იღებს ამას და რაღაცა ხო ანუ აგრესია და გაურკვევლობა რომ რატო ძმაო ეხა რატო რა არ გესმის რას ვამბობ გავუგებრად აი მანდ უკვე მიჩნდებოდა აგრესია რომ რატო არ გესმის აი როცა რატო არ გესმის და გინდოდა რომ გაიგო ხო და მე აი ნახე მე რას მივხვდი კარგი რა ყველას თავის აზრი ხო და ყველას ისედაც თავისი აქვს ანუ შენი აღარ უნდა აი გერმანელებთან დაკავშირებით მოხდეს ეს მაგალითი რომ აი ტიპები აი გერმანელები ცივები არიან ბიჭო ცივები კი არ არიან რაღაც დაკავებულია თავის საქმე აქვს რა და ეხლა 24 საათი ვერ დაგიჯდება და აი რაღაც შენ ტრამვებს ვერ მოისმენს ერთხელ მოგისმენს მეგობრულად ან კაი მეორეთაც გეტყვის აქცია რომ გაანძრიე რა გააკეთე რამე გააკეთე რა და აღარ მოგისმენს ხა მე მეოთხე და ყოველდღიურად ყავაზე არ შემოვა და მაგზოზონს არ მოისმენს და ის ცივი კი არ არის ეგეთია გეუბნება რა ადეკი და ზადი გააკეთე გამოხვალ მაგრამ არ გინდა ნაუიც საჭიროა რა ხანდახან ესეთი პერიოდის გაუვა ალბათ რა ყველა ადამიანისთვის საჭიროა თავიდან საკუთარი თავი ხო უნდა იპოვო რა კარგი ხო ყველა ვკარგავთ როდესღაც საკუთარ თავს აი იცნო ყველაზე მაგრა შენ თავს თითქოს აი ვის უნდა იცნობდე შენ თავზე მაგრა ხო და ამ დროს ჩახვალ არის ხო და ამ დროს აი უყურებ რაღაცა შენ გაკეთებულ საქმეს ან უყურებ რაღაცა აი სარკეში იყურები და აი ტიპს ვერ ცნობ რა ანუ არ ხარ შენ და რატო ანუ იმიტომ რომ დაიკარგა იმიტომ რომ ვეღარ აგნებს ვერაფერს თითქოს იგივეა თითქოს ნანგა თითქოს ანდრო ანუ იგივე რაღაცა ჩაუიჭი აღაც გავაკეთე იგივე რუტინა მაგრამ დაკარგული ვარ აზრში აი როცა მე უკვე ჩადიხარ და იტოვებ სხვადასხვა მაგას ძალიან ბევრი და ეხლა განსაკუთრებით არის ну უკვე მეცნიერულად რა და არა ისე რომ დაუშვათ ხო არსებობს ჩამანიზმი და არსებობს კიდე ცალკე ბერები და არსებობენ მედიტაცია არსებობს და არსებობს ის სიმშვიდე რომელთაც აგნებს რაღაცა ნირვანაში ხო მიდიხარ აგნებს საკუთარ რაღაცა მეს მაგრამ ეხლა რა არის აი უკვე არ ვიცი ტრენდათაც წამო აი როგორც ვარჯიში გაიჩნდა ერთ პერიოდი აი უკვე ყველა რო ტრენაჟორებს კარგია ცუდი კი არ არის პირიქით კარგია მაგრამ ხო რაღაცა მოიტანა და აი უცბად ყველგან გაიხსნა ყველამ თითქოს ერთდროულად დაიწყო ვარჯიში კაი აი ესეც ეგრე მოხდება მგონია რა რომ არც ერთი ადამიანი აი დააკვირდა ჩვენი გარემოებებიდან დაკავშირებით არ გაქვს დრო რომ აი დაუშვათ ნუ შენ კიდე ცდილობ ხლაბორტებს წახვიდე გახვიდე სადმე დარჩე საკუთარ თავთან მარტო მაგრამ რეალურად ამის საშუალება არ გვაქვს ხოლმე რა აი დაუშვათ 1 საათი თუ რაღაცა 2 საათი საკუთარი თავისთვის გადავდო ჩავიждე სიმშვიდეში სიწყნარეში და აი ბიჭდე აი უბრალოდ just დავასუნო ვიფიქრო რომ რაღაცა დავალაგო რა ჯაჯვი რა არ გვაქვს ამის საშუალება და ფუფუნება ამიტომ ხო რაღაცა უნდა გააკეთო აი ის
პროცესი და ის პერიოდი. ანუ ამისთვის კაია რა შველი ის. კი. რაც უფრო ადრე მოხდება შენ ცხოვრებაში და დაიწყებ პროცესების გავლას და საკუთარ თავს ჩაძიებას, მით უფრო ნაკლები შანსია რომ ერთიანად მერე თვითონ არ დარჩეთ, გამოდით აუცილებლად. ყველა ცხოვრების თამუნა ვერ გამოჩნდება. არა, რა თქმა უნდა, ხო და ანუ არის ხო, ანუ არის ის პონტი რომ გამოსვლაც საჭიროა რა, იმიტომ რომ იქ მერე რაღაცა მიღებული შედეგები, კარგი შედეგები ხო უნდა რაღაცა რეალიზაცია ხო უნდა მოახდინო ამის. და იქვე ვეღარ მოახდენ მაგის რეალიზაციას, ამიტომ უნდა გამოხვიდე, რა თქმა უნდა, უნდა გამოწრეზე წახვალ. აი ნახაძე რო ვიბაზრეთ, აი კონტია ზუსტად. შენი თვისება მაინტერესებს რამოდენიმე, რომელიც ვერ იტან. ისე გავიზრდე. აუ მაგ. ვიცი. აი დაჟე რა. აი ერთზე, ნუ ხო გითხარი, ნუ აი თუნდაც ნუ მერიდება ცოტა უკვე ამაზე ლაპარაკი. ნუ აი თან ბაბუოჩიმ ძალიან გამორჩეული იყო ეხა ჯემალი თეატრში მინიმუმ 3-4 საათით ადრე მიდიოდა გინა გადაღებაზე გინა თეატრში აი ეს პუნქტუალურობა რაღაცეები არ შემიძლია მე მაქვს სულ შეხლა შემოხლა ამაზე რა იმიტომ რომ ხალხს ვაგვიანებ ნუ შეიძლება მე ვაგვიანებდე მარტო ეგ ერთია მაგრამ ხალხს ну кай, მაგრამ ამას არ ვცვლი. მე მეორე თვისება, რომელიც ძალიან მაღიზიანებს ხა ამ ბოლო წლებში, არის ის, რომ ძალიან მძრება ხოლმე ძალიან ხშირად. არ ვიცი ეს რა არის, ნერვების თუ გადატენილი თუ რაღაცა, მაგრამ აი ხანდახან უცბად მძრება ხოლმე, აი შეიძლება აუფეთქდე რა, ისე რომ რა კარგი რა. ხანო აფექტ. აი ხო, თან ეხა მაგალითად ამასინად, ну აი მარიანასთან მომივიდა, ოღონდ რამე ისე კი არა, მაგრამ აი და კაი შევიყვირეთ რაღაცა რა და ისინი ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობენ. იქ ტელევიზორი ჩართული, ამათ ყოველას ყველაფერი ტელეფონში ჩართული ის და აი ძალიან ხმამაღლა და უცბად პაუზა გაიჩინდა და ну აი მან მე თვითონ ვიგზენი თავი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მე მივდივარ ხოლმე ბოდიშებს ვეხტი რაღაცეები ნუ უკვე კიდე სხვა თვისება სიმართლე ну რა ვიცი მაქვს კი არ მოლაპარაკო ყველაფერზე რა თამუნასთან მიმართებაში თამუნასთან მიმართებაში თამუნასთან მიმართებაში ჩემი თავი არ მომწონს კი შესაძლებელია იცი რა არის მე არ ვიცოდი სხვათა შორის შენი გადაცემიდან გავიგე რომ იმას რაღაცა ის ჩემი ბოლო დროის რაღაცა ისინი არ მოწონს თურმე და მე არ ვიცოდი კაი მაგაზე სახში დავოლაპარაკოთ მაგაზე ხო არა ანუ მე როგორი ტიპი იცი კაცგანაც ვახსენე რა აი ბებიის, ბაბუის, გაზდელიანო, ხო ხდება პრინცი და აი ჩვენი ოჯახში და აი. რაღაცა ისე ვარ გასული. ციტყვიში. ეს იმენა, ნუ ეს. ეს იმენა მთვარე, ცივი რაღაცა ხინული აისბერგი, მაგრამ მეზობლის ბავშვებით გექცევა ხოლმე. ვათფობ-ხოლმე რაღაცა ძალიან ისე პლედებით რაღაცეები შემოვხომ ძალიან ვეჩალიჭ რა ვქნა. სუჩალი 10 წელია ვეჩალიჭ. აი ეგ არის კუროებისთვის ჩემი აზრით თან იდეალური ხა მე მაშინ არ გაგწვი და თამუნას არ ვუთხარი. მაგრამ აი ეგ სუჩალიჭი გიწევს ძალიან გიყო რეალურად გისწორდება ხა წარმოვიდგინე ჩალიჭი რო არ გიწევს მოგბეზდება. რა თქმა უნდა რანგა უფრო მეც გეტყვი. აი მაგალითად ხა არის ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას. ნუ ყველა ვარ სხვადასხვანაირები ხო? აი ერთ მაგალითს მოვიყვანა ალპაჩინოს და დენიროს რაღაც ის შედარება როგორ მუშაობენ რა ანუ როგორ იწყებენ მუშაობას რაღაც გარკვეულ მასალას და იყო რაღაცა ნახსენები რომ ერთ-ერთი რეჟისორი არ მახსოვს ხა ზუსტად ნუ არა აქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა რომ აი დენირო რა გავარდებაო იქ აი დაუშვათ სიტყვაზე ბჭყალებში აი გიჟის როლზე ან ტაქსისტის როლი რო ავიღოთ გავარდებაო და იქ ტაქსს იმუშავებდა ერთი კვირა ტაქსისტად იქ რაღაცა ნუ მოქმედი აქტიური ის აქ პროცესი ხდები მუშაობის ალპაჩინოზე თქვენს რომ ტიპი აი მასალას აიღო ჩაჯდება კრესლოში დახუჭავს თვალს და გადის და წავიდა და всё იქ ფიქრობს ვიზუალიზაციას და მეც და მოდის და აცაცხლებს ანუ ეხა ვინ როგორი მეთოდით მოქმედებს
მთავარი ხო შედეგია მე რა სადღაც რა და ეხლა მე შედეგს დავუშვათ რაღაცა ჩემი იმ მდგომარეობით და ფიქრით დავდებ თუ აბა აი ხურამშობა ამიტომ არის არ არის მეთქე აუცილებელი თქო რომ ერთნაირები იყო ხა მეც რო ეგეთი ვიყო ან ისიც რო ჩემნაირი იყოს უკვე ან ორივე ქვევით ან ორივე ზევით აღარ გამოვა ამიტომ რაღაცა ის ბალანსი მგონია ეხლა ბევრს ლაპარაკობ შენზე აღარ მარჩა არა თვითონ არ უყვარს ხოლმე რომ ბევრი არ ლაპარაკო შენზე ძალიან მართლა რა უცნაური არა და მგონია რომ სიამოვნებაა მთელი სამყარო მაგაზე ლაპარაკობს არა მართლა რაღაც მე მიყვარს ხოლმე რომ ვაქებ იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრს შრომობს და ძალიან ბევრს დებს რაღაც საქმეში ხო მე მიყვარს ხოლმე ამას არ უყვარს ამის აფიშირები მე მიყვარს რომ რაღაცა რომ იცოდეს ხალხმა რომ დაუშვათ ეს არ არის რაღაცა მარტო პროფესია თუ საქმე და რაღაცა რა ამის უკან ძალიან ბევრი ნერვიულობა დევს ამის უკან ძალიან ბევრი რაღაცა მართლა უძილო ღამეები დევს ანუ რასაც ემსახურება რასაც აკეთებს რა და შენ ჩემი აზრით უზარმაზარი წვლილი მიგიწვეს იმაში ნუ მე ყოველ შემთხვევაში ნუ აი უბრალოდ გორჩი ხარ სულ რა ნუ აქამდე როცა ხალი ვარ ეგეც საქმეა კაი კაი ხომ არა ნუ მაინც არა გულწრფელად მინდა რომ უფრო მეტი ვაკეთო და მართლა მინდა რომ იცი რა იმდენად კარგ რაღაცას აკეთებს რომ რატომაც არ მინდა რომ მე შევიტანო ამ ყოველფერში ჩემი წვლილი თუ შემიძლია რა და ვცდილობ რომ რაღაცით მაინც გვერდში დავუდგე და კაია თუ გამოდის და თუ არა და თან თამუნას და დავრჩები ერთი 10 წელი კიდე საკუთარ თავს არა თამუნას ეტყობა მე ხო ენერგია რაღაცებს გრძნობ და ეტყობა რომ სავსეა შენით და ეგ ძალიან მაგარია და თან ისიც იგრძნობა რომ დღემდე ფლირტავთ ნუ იგოს და ეგ ვერთობია წყვილში 10 წლის მერე ჯერ კიდე ფლირტავთ ეგ მე მგონი ცხოვრების რაღაც დიდი გასაღები არის ნაპოლი. კი, ნუ მე ხო ყველას გოყურებს. დაიგვეპო. სანდრო, მადლობა რა ჩემი სტუმარი. იყავი და მე თქვენ უნდა მოვიდა ეხლა სტუმრად შენთან და თამუნასთან აუცილებლად. აუცილებლად.